დილის სამინისტრო რადიო იმედზე. დილამშვიდობისა კვლავ მოგესალმებით. დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. დილის სამინისტრო დილიდან ამ თემაზე საუბრობს და წიგნის კითხვით დავიწყეთ დილა. მინდა გითხრათ, მართლაც არაჩვეულებრივი დღეა. ამ დღეს მსოფლიოში წიგნებს ხმამაღლა და ერთმანეთისთვის კითხულობენ. ჩვენი ქვეყანა უკვე მეორედ შეუერთდა ამ დღეს. განსაკუთრებულად აღნიშნავს ქართველი მწერლები და პოეტები ერთგვარ მსვლელობას ღია ცის ქვეშ მსიურში დაიწყებენ და ქვეყნის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ. აქციაში მონაწილეობა კი ცნობილ ადამიანებთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მე სტუმართან ერთად დაგიბრუნდით საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა და სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება მთარგმნელი ანიკო პალიანი. დილამშვიდობისა გვანცა, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მართლა ძალიან ლამაზი დღეა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დღეს უკვე მეორედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია ლიტვარდ. წელს ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები დატვირთული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე იგეგმება. მინდა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბროთ და რასაკვირველია ღონისძიებებს. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს და გილოცავს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. ჩვენთვის და იმედი მაქვს თქვენი რადიო მსმენელისთვისაც მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ ნამდვილად წელს უკვე მეორედ აღნიშნავთ, ჩარშან შევუერთდით და რატომაც გადავწყვიტეთ, ეს იყო ის მთავარი მესიჯები, რომელიც ამ ორგანიზაციას ამ დღესთან დაკავშირებით ჰქონდა დაფუძნებიდან მოყოლებული დღემდე. ეს არის, რა თქმა უნდა, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ სამყარო და ასევე რაც არის მნიშვნელოვანი მესიჯი, ეს არის განათლების ხელმისაწვდომობა და განათლების უფლება ყველასთვის შეუზღუდავად ნებისმიერი კრიტერიუმის, არ ვიცი, ეს იქნება სქესი, ასაკი, რაღაც წარწმუნოება და ასე შემდეგ. ნებისმიერი აი ამ კრიტერიუმის მიუხედავად. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მიმზიდველი იყო ეს ყველაფერი და ჩვენს გვინდა რომ იგივე მესიჯები საქართველოს მასშტაბითაც გადმოვიტანოთ. კიდევ ერთი ძალიან დიდი მომხიბლობა რაც ამ პროექტს ჩვენთვის ჰქონდა, ეს არის საშუალება ავტორების დაახლოების თავის მკითხველთან. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს 11 საათზე ახალმზიურში დაიწყება ერთგვარი სიმბოლური გახსნა გვექნება ზვიად კვარაცხელია მწერლები ტორეს ამოსი და ასევე წიგნის დიდი ესეთი მეგობარი გოგა ჩანადირი საჯაროდ წაიკითხავენ ვეფხის ტყაოსას. ნუ არავის გაუკვირდება ცხადია რომ ეს ჩვენთვის უკვდავი პოემა შევარჩიეთ. თან გასული წელი იყო რუსთაველის წელი და ამასაც დაუკავშირდეთ და წავიკითხავთ პირველ რიგში საჯაროდ ვეფხის ტყაოსას და აი აქაც უკვე ყველას ექნება საშუალება რომ მოვიდეს თავადაც ამ მწერლებთან ერთად წაიკითხონ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ჩვენი პოემა. ამის შემდეგ უკვე სკოლებში, უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებში 50-მდე ქართველი მწერალი, მთარგმნელი მიიღებს მონაწილეობას და ასევე რაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ნობელის სახეებიც ჩაერთნენ, მაგალითად მსახიობი ნინო კასრაძე და ამასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც უყვართ ჩვენ საზოგადოებაში, როდესაც ისინი არიან მაგალითის მიმცემი, რომ აიცით ჩვენს კითხულობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა ეს ამბავი. მსოფლიოში რამდენ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს? ეს არის 100-ზე მეტი ქვეყანა და შარშანის შემდეგ უკვე შეუერთდა ამ ამბავს საქართველოს და ჩვენ გავხდით მსოფლიოს ნაწილი, ასე ვთქვათ. თქვენ თქვით რომ უნდა ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ სამყარო. რამდენად ცვლის სამყაროს წიგნის კითხვა? მე მგონი სამყაროს ძალიან ცვლის წიგნის კითხვა, ეს არ მგონია რომ მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი იყოს და ბევრი ალბათ დამეთანხმება, დიდი იმედი მაქვს. წიგნიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველ რიგში ის ცვლის ჩვენ სამყაროს, ადამიანების სამყაროს და შემდეგ უკვე ეს ჩვენში შეცვლილი სამყარო აისახება ხოლმე ჩვენს ირგვლივ სამყაროსაც. იმიტომ რომ წიგნის კითხვა პირველ რიგში ჩემი აზრით გარდა იმისა, რომ ცხადია რაღაც განათლებას გვაძლევს და ბევრ ინფორმაციასაც გვაწვდის, თulis ჩვენს ცხოვრებას და გვამზადებს ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით უმცროს ასაკში, როდესაც ვიწყებთ კითხვას, ეს არის ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ჩვენ ვემზადებით ცხოვრებისთვის, დიდი გზისთვის, რომელიც გასავლელი გვაქვს და
შემდეგ რაც რამდენადაც მეტი და ბევრი წიგნი გვაქვს წაკითხული, უფრო ძლიერები ხვდებით ხოლმე, უფრო მომზადებული ხვდებით იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომელიც უნდა მივიღოთ. ნამდვილად ამაში გეთანხმებით, თუმცა დღევანდელ ეპოქაში, დღევანდელ რეალობაში და იმ ტემპიდან გამომდინარე, რა ტემპშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უბრალოდ ადამიანები ამბობთ იმას, რომ დრო აღარ გრჩება წიგნის წასაკითხად. და მით უმეტეს ბავშვები, ხო, ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლაში, დადიან წრეებზე, დადიან ენაზე, სპორტზე, დაღლილები მოდიან სახლში და უბრალოდ სურვილიც აღარ უჩნდებათ იმისა, რომ წიგნი წაიკითხონ და კიდევ ინტერნეტ სივრცემ ჩაანაცვლა წიგნი. მინდა ამაზე გვესაუბროთ, რამდენად ჩაენაცვლა წიგნს ინტერნეტ სივრცე და რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი? დროსთან დაკავშირებით მეც ხშირად მსმენია ეს მოსაზრება, რომ დრო არ გვაქვს, თუმცა ჩემი აზრია, რომ უბრალოდ საქმე გვაქვს პრიორიტეტების განსაზღვრასთან. რამდენად კარგად გვაქვს დაგეგმილი ჩვენი ცხოვრება. პირველ რიგში ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ცხოვრების დაგეგმით ვიწყებთ ხოლმე. თუნდაც ერთი დღის დაგეგმით, შემდეგ უკვე ბევრი რამის დაგეგმასაც ვახერხებთ, მაგრამ აქედან ვსწავლობთ. ინტერნეტი არის მთავარი ამბავი, რომელიც ერთგვარად ანაცვლებს წიგნის კითხვისთვის არსებულ დროს, ჩემი აზრით. მე ცხადია ინტერნეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით ეს არის განვითარებაში ძალიან გვეხმარება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ხშირად ახლა რომ დავფიქრდეთ და მე სხვასაც არ ვასწავლი ჭკუას ამ ხრივ, მეც ხშირად ყოფილვარ იგივე ეს მსხვერპლი, რომ შეიძლება სრულიად უაზროდ ვატარებდეთ ძალიან ძვირფას წუთებს Facebook-ზე, ისე რომ არაფერს მნიშვნელოვანს იქ არ ვაკეთებთ, უბრალოდ ჩვენ თვითონაც ვერ ხვდებით ხოლმე, როგორ თვალსა და ხელშუა გადის დრო და ვართ ძალიან ჩათრეული. ანუ აი ამ შემთხვევაში პირველ რიგში არის საკუთარ თავთან მუშაობა, შეხსენება საკუთარი თავისთვის, რომ აი ეს დრო, როცა აი სრულიად ისე უსაქმურად ვარ და ვიღაცის ფოტოებს გაუცნობიერებლადაც ვათვალიერებ, ეს დრო შემიძლია გამოვიყენო უფრო საინტერესოდ და ჩემი თავისთვის პირველ რიგში უფრო მნიშვნელოვნად, რომ წავიკითხო წიგნი ამ დროს. ცხადია, სპორტი ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ არის მიზეზი. რომ ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვაქვს დრო, უბრალოდ როგორც ჩანს არ მიგვაჩნია იმდენად პრიორიტეტულად, რომ ამას დავუთმოთ ისეთივე დრო თუნდაც ანიმის ნახევარი, რასაც ვუთმობთ სპორტს, ან რაღაც რომელიმე წრეზე სიარულს. როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი კითხვას? ჩვენ აი სანამ ეთერში შემოვიდოდით, თქვენ ძალიან საინტერესო ამბავი მოყევით, ანუ ესეთი მაგალითი იყო, ბავშვს სურვილი ჰქონდა წიგნის კითხვის და აი როგორ განვითარდა მოვლენები, რა უნდა გავაკეთოთ? მშობლის როლი მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მშობლის როლია ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირველი ბავშვისთვის მაგალითის მიმცემი არის მშობელი. ანუ არის ესეთი შემთხვევებიც, რომ აი მშობლების ხშირად წუწუნებენ, რომ იცით, ჩემი შვილი არ კითხულობს წიგნებს, ვერაფრით ვერ შევაყვარე. მე დამისვას ხოლმე ასეთი შეკითხვა, რომ თქვენ თუ კითხულობთ წიგნებს და თქვენი შვილი თუ გხედავთ თქვენ წიგნის კითხვის პროცესში და იცით, აი მე სადმცალია ხო ვმუშავ. ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც პატარა ბავშვი პატარა ასაკშია ბავშვი, მას სურს რომ მიბაძოს თავის მშობელს და რაღაცნაირად აკეთოს ის, რასაც მისი მშობელი. ან ყოველ შემთხვევაში აინტერესებს რატომ აკეთებს დედა ამას. ნუ შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევაც, რომ თქვათ კითხულობდეს დედა, მაგრამ ბავშვი მაინც არა. აი რაც მაგალითი მოუყევი, იყო ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში ღონისძიებას ვატარებდით, ვიყავი სტუმრად მისული და შევესწარი ესეთ მოვლენას და ხშირად ვაკვირდები ხოლმე, იმიტომ რომ მაინტერესებს იქ თუნდაც მაღაზიაში რა ხდება. მშობელი დედა შემოვიდა დაახლოებით 11 წლის შვილთან ერთად და ათვალიერებდნენ ცალსაკე წიგნებს, ნუ შვილსაც რაც აინტერესებდა, იქით იწევდა რა თქმა უნდა, დედას რა აინტერესებდა და ბავშვმა შეარჩია ესეთი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნი. და დავაკვირდი, რომ ინტერესით გადმოიღო, გადაფურცლა და მივიდა დედასთან და უთხრა, რომ აი ეს წიგნი მიყიდეო. და დედამ უთხრა, რომ არა, ეს წიგნი ეხა შენ არაფერში გჭირდებაო და დაადებინა უკან თაროზე და ბოლოს მაინტერესებდა რას თუ შეიძენდა რამეს და იყიდა, ნუ ერთ-ერთი პოეტის პოეტური კრებული, რომელსაც ჩემი რწმენით ეს 12 წლის თუ 11 წლის ბავშვი სავარაუდოდ არ წაიკითხავდა, მაგრამ იქ იმ მომენტში დედამ დაკარგა ძალიან დაუშვა შეცდომა და დაკარგა შანსი, რომ თუნდაც იმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნით მიშულს ეკითხა და თვითონ კითხვის პროცესი შეეყვარებინა. აი ამაშიც
ვუშვებთ ჩვენ შეცდომას, არ აქვს მნიშვნელობა რას კითხულობს, ბავშვი უნდა კითხულობდეს იმას, რაც აინტერესებს. ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარია რომ მან შეიყვაროს პროცესი. და ინტერესი გაუჩნდეს წიგნის მიმართ. ინტერესი გაუჩნდეს. იგივე შეიძლება ითქვას თინეიჯერების ლიტერატურაზე, როცა ხშირად დღეს გამომცემლებს საკრიტიკებენ ხოლმე, რომ გამოსცემთა ესეთ ცოტა მარტივი ტექსტებია თინეიჯერებზე გათვლილი და ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილმა იკითხოს კლასიკა და უარს ამბობენ ესეთი წიგნების შეძენაზე, როცა ბავშვებს ეს აინტერესებთ. ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ახლა არ არის აუცილებელი და ვერ მოვთხოვთ თინეიჯერს რომ მაშინვე დაიწყოს არ ვიცი ჯოისის და ფოლკნერის კითხვით, ვერც დაიწყებს, ვერც გაიგებს და იმდენად ძიმე იქნება, რომ საერთოდ აღარ მოუდება წაკითხვა. წაიკითხოს ის მარტივი თინეიჯერზე გათვლილი და ის აუცილებლად რაღაცა დროის შემდეგ თვითონ მივა იმ დასკვნამდე, რომ მისთვის ეს უკვე აღარ არის საკმარისი და მას უნდა რომ უფრო მაღალი დონის ლიტერატურა წაიკითხოს. თუ ის ამ პროცესს პირველ რიგში შეიყვარებს, კითხვის პროცესი, იქამდე ის აუცილებლად მივა. ესე იგი, მთავარია შეიყვაროს კითხვის პროცესი, გაუჩნდეს ინტერესი და შემდეგ რასაკურველია ჩვევა, ხო? და შესაბამისად შემდეგ თვითონ შეარჩევს უკვე რაც სურს. თუ არ იცის დაუშვათ ბავშვმა, არის ხო ესეთი შემთხვევა, რომ ბავშვს უნდა წიგნი წაიკითხოს, მაგრამ არ იცის რა უნდა წაიკითხოს. ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენ მის ასაკს შესაფერისი მხატვრული ლიტერატურა ხადია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ რაღაცები უნდა შევთავაზოთ, უბრალოდ აუცილებლად უნდა ყურიმ დაუგდოთ იმას, რომ იმ ერთხელ შეთავაზებული ჩვენ მაშულმა თუ ვერ გაიგო ან მისთვის ეს მძიმე აღმოჩნდა რთული გასაგები და უნდა იმ ასაკში უფრო მარტივი, უნდა მოვუსმინოთ მას და მივცეთ ჯერ ის მარტივი. აი ამაშია საქმე, თორე ცხადია რომ ჩვენც უნდა შევურჩიოთ და თუ გვაქვს ამის გამოცდილება მით უფრო და ვიცით და ჩვენ თვითონაც ვკითხულობთ, მაგას რაჯობია რომ აი ჩვენც რაღაც მიმართულება მივცეთ. ამდიდრებს თუ არა სასაუბრო ლექსიკას წიგნის კითხვა? ცხადია, ეს ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკასაც, წერის კულტურასაც, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დღეს საზოგადოებაში, რომ დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ წერს გამართულად, გრამატიკულადაც ასე შემდეგ, მაგრამ წერს ანუ უფრო მარტივად, იმიტომ რომ ეს სიტყვების მარაგი არ აქვს, სიტყვების მარაგი ლექსიკა, კარგად გამოთქმა, გამოხატვა ჩვენი აზრის, ეს მოდის პირველ რიგში კითხვიდან, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ნებისმიერ სფეროში ჩვენი აზრის გატანა, გამოხატვა და კარგად ჩამოყალიბება აზრის. აისახება თუ არა დადებითად ადამიანის თვით შეფასებაზე, როდესაც დაუშვათ ადამიანი არის ნაკითხი. ცხადია ისახება აქ ორი აზრი არ არსებობს და აი რითაც დავიწყე სწორედ იქ მივდივართ. მას უკვე რამდენადაც ბევრს კითხულობს, უკვე აქ იმის რწმენა რომ აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. მსმენელია ხაზზე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობთ და რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა და ერუდიცია ადამიანისთვის. აი ამის ნათელ მაგალითს მოვიყვან. გუშინწილ საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურებდი, რომელზეც მოგეხსენება ძალიან დიდი ნებათაღელვა და აჟიოტაჟია შექმნილი, რომ არ უნდა გაუსვან თანამშრომლები, არ შეიძლება იქ ლაპარაკი იყო მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზეც და რამე, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები და აგერ ნათელი მაგალითი. მოგეხსენებათ გუშინწილ ჩემპიონთა ლიგის თამაში ბარსელონამ ძალიან მოულოდნელად დიდი ანგარიში დათმო თამაში პარიჟის სენ-ჟერმენთან, რასაც მოყვა გარკვეული ანალიზები, გარკვეული მოსაზრებები პრესაში და ამას გვამცნობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელმაც მოიყვანა ციტატები უცხოურ პრესაში, ოღონდ მოიყვანა ესე რომ თურმე თან სამჯერ გაიმეორა, რომ თურმე ბარსელონას ერი დამთავრდა. ერი დამთავრებულა თურმე ბარსელონას. გასაგებია, მათანაჩემ, გასაგებია. კარგი. ნამდვილად საჭიროა ის კლასიფიკაციის ამაღლება და ყველაფერი. დიდი მადლობა, მსმენელმა თავისი მოსაზრება გააჟღერა. ფაქტია, ერთად მივდივართ ყველა იქამდე, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ. მე რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დილის სამინისტრო რადიო იმედზე. მე კვლავ დაგიბრუნდით, ვინც ახლა შემოგვიერთით დილამშვიდობისა, დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ჩვენი ქვეყანა უკვე მეორედ, მაგრამ განსაკუთრებულად აღნიშნავს ამ დღეს ქართველი მწერლები და პოეტები ერთგვარ მსვლელობას ღია ცის ქვეშ მზიურში დაიწყებენ და ქვეყნის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ. აქციაში მონაწილეობა კი ცნობილ ადამიანებთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დღეს ჩვენ ყველა ვკითხულობთ და რაც შეეხება კითხვას, მინდა გითხრათ, რომ აი ახლა შემომიერთა ჩემი კოლეგა მიშა მიმინოშვილი.
ეს არის ადამიანი, რომელიც სულ კითხულობს. თუ შეიძლება ითქვას, რომ ვინ არის წიგნიერი ადამიანი, დავუშვათ ერთ-ერთი მათგანი არის მიშა მიმინოშვილი და მინდა არა ნამდვილად, იმიტომ რომ მიშა ძალიან თავმდაბალია და მიშა ძალიან ბევრს კითხულობს და თან ძალიან საინტერესოა მისი პროექტი, რომელიც რადიო იმედის ეთერში გადის. კოდექს აუდიოს გახლავთ მხატვრული ლიტერატურის აუდიო ვერსია. მიშა, მოგესალმები დილამშვიდობისა. ჯერის ვაპყოფნი და კატორომ რადიო იმედის თავარ ბიბლიოთეკარს მიწოდებდა. ეხლა შენ სულ კითხულობს. ძალიან არა, წიგნიერი ადამიანი ხარ მიშა და არ შემიძლია რომ ეს აფთქვა. ჩვენ შორის არის კახა გელოშვილი ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ერთია როდესაც რო შემოდის ხოლმე და მე წიგნს რო წერ და რო ნახავს რომ ნებისმიერ რომანს, ну ჩვენ ხო ცოტათი განსაზღვრული გვაქვს, მხოლოდ იმ ავტორებს წერთ, ვინც 70 წელია უკვე გარდაცვლილია და რო შემოდის ხოლმე კახა იძახის რომ ნახავს ხოლმე ყდას, გარეკანს, წიგნს და ეგრევე მისახელოს თავარ მოქმედ გმირს და სიუჟეტს და იქამდე მიხვედი უკვე ჩაწერა უკვე ის მომენტი და ну ყოველ შემთხვევაში მე იმის თქმა მინდა რომ ну პირველში დილამშვიდობის ძალიან მომენატრა აქ ეთერში ყოფნა, თუმცა შენთან ერთად სიამოვნებს და დღეს მართლა ძალიან კარგია რომ ესეთი დღე არსებობს, იმიტომ რომ ну არ ვიცი ახლა ზოგადად როგორ ქვია ოფიციალურად ეს არის წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. მიშა, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები ვართ, ну რომლებიც ვკითხულობდით და ვკითხულობთ. მოდი ასე ვთქვათ, რომ უბრალოდ ახლა მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში უწიგნურობა, წიგნის არ კითხვა, უბრალოდ სირცხვილი იყო. მაგრამ გავიდა დრო, შეიცვალა ეპოქა, ხო ჩვენ დილიდან ამ თემაზე ვსაუბრობთ სტუმართან ერთად, ბატონი ნუგზა რუხაძე იყო, მსმენელი ჩაგვერთო. ანუ ეპოქა მოიტანა ის, რომ ადამიანებს ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, აღარ რჩებათ იმის დრო, რომ წიგნი იკითხონ. განსაკუთრებით მე მინდა აქცენტი გავაკეთო ბავშვებზე, ხო? ამბობენ რომ ნუ ბავშვები ძალიან დატვირთულები არიან, სხვადასხვა წრეებზე დადიან სკოლა, სპორტი, ასე შემდეგ და კიდევ რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ინტერნეტ სივრცემ ჩაანაცვლა წიგნი. რა ხდება? ანუ შენ როგორ ფიქრობ? ბევრ ამაში შეიძლება დაგეთანხმო და ბევრ ამაში შეიძლება არ დაგეთანხმო, იმიტომ რომ საინტერესოა ყველა მოსაზრება. რომ ნუ იცი შენ უკვე მეორე წელია ჩვენ გვაქვს ეს პროექტი, კოდექს აუდიო, ყოველ საღამოს ჩვენს ფენელს აქვს საშუალება რომ 12-დან პირველამდე მოისმინოს წიგნი და სხვადასხვის შემდეგ ალბათ ძალიან მალე უკვე თქვენი ეთერითაც ვისაგებდეთ და დავანონსებთ ხოლმე იმ წიგნს აუცილებლად სიამოვნებით გამოვიყენებ. სიამოვნებით. და იმის თქმა მინდა ნინო რომ მართალია ახლა ამ უბრალოდ როდესაც ჩვენ კატოსთან ერთად საღამოობით საუბრობთ იმ წიგნზე, ან იმ ავტორზე, რომლის მოსმენას შეძლებენ ხოლმე მსმენელები, ძალიან ბევრი რეკავს და ძალიან ბევრი შემოდის Facebook-ში და მინდა თქვა რომ 60% არის დაახლოებით ასაკობრივი სეგმენტი რომ მოვიღოთ დაახლოებით 18-დან 25 წლამდე და ეს უკვე რაღაც ისეთი ინფორმაცია გააჟღერე შენ რომ მთელი დღე ვიქნებ ბედნიერი. თან გასაგებია რომ დრო არ გვაქვს, მაგრამ საქმეც იმაშია, თუნდაც ის ფორმატი, რითაც ჩვენ თავაზობთ, რადგან დღეს კითხვის საჯარო კითხვის საერთაშორისო დღეა, ჩვენ ფორმატი ხო ახლა როდესაც ტექნიკა ვითარდება, სურვილი იყოს და ყველაფერი ახლა მით უმეტეს შენ ალბათ გახსოვს ის დრო, მე ახლა ცოტათი უფროსი ვარ, რა თქმა უნდა, მე მახსოვს ის დრო, როდესაც ეგეთ წოდებული რუსულ სიტყვას ვიხმარ, სამიზდატი იხმარებოდა, ანუ როდესაც არა თუ ქსეროქსი არ არსებობდა, არამედ ბეჭდავდნენ ხოლმე ღამეებს ათენდებდნენ და ეს ნაბეჭდი ესე იგი ფურცლები გადადიოდა ხედიდან ხელში ოდიახიდან ოჯახში მე სახში ნაბეჭდი ესე იგი ესეთ ბიბლიას აქვს შენახული სახარება და ეს მაშინ როდესაც იმიტომ ამბობდნენ რომ თავი სურვილი იყოს. ეხლა დღესდღეობით იმდენად თუნდაც ეს ინტერნეტი იმდენად დიდი რესურსია მათთვის, ვისაც კითხვა უნდა და მათთვის, ვისაც სურს საიკითხოს. ნუ ახლა წიგნიერება და ახლა აუცილებლად გახსოვს ის პერიოდი შენ რომ წიგნებს ყიდულობდნენ მხოლოდ ინტერიერისთვის ეგეთი ოჯახებიც იქნა. არა, ხო, ამაზე საერთოდ არ მინდა ვისაუბრო. მაგრამ ეს მოდა წიგნებზე ამ ხრივ უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ რაც უფრო მინიმალისტურია დიზაინი და ინტერიერი, მით უფრო რაღაცა. მაგრამ მე ისე დაუბრუნდები იმ თემას. კი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ დღეს ის მომენტი, ის სიცხვილი, რაზედაც შენ ხაზი გავოსვი, რომ უწიგნურობა იყო სიცხვილი, დღეს ეს გივერჩება, იმიტომ რომ მე ვატყობ ხოლმე, როდესაც ახალგაზრდები, ნუ ჩემი მეგობრის შვილები დაახლოებით იმ ასაკში არიან, როდესაც უკვე ხდება თავმომწონეობა, ანუ რაღაცნაირად
პატარა სიცხვილი ითვლება თუ შენ გოგო მოგწონს, როდესაც როგორც ჩვენს ახალგაზრდობაში, როდესაც რაღაცა თემა ჩამოვარდებოდა რომელიღაც კონკრეტულ ავტორზე ამ კონკრეტულ სიგრძეზე და შენ ვერ აყვებოდი საუბარში ან რაღაცნაირად ამ საუბარში გამოჩნდებოდი მოდი ამ სიტყვას ვიტყიდულო. ეს იყო და არის სიცხვილი, გეთანხმები. დღესაც ძალიან ხშირად ეხლა ტრანსპორტით გზავრობ ხოლმე, ძალიან ხშირად მოხდებიან ახალგაზრდები, ადრე ხოლმე მოსკოვში დავდიოდით მაშინით მოსკოვში. ხო, რუსეთი კითხულობს დღესაც, მაგრამ დღესაც ტრანსპორტში განსაკუთრებით დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ხდება, ახალგაზრდა ხალხს უსვამ, რომელიც კითხულობს ლიტერატურას. ნუ ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება დაისვას გააჩნია კიდე რას კითხულობს, მაგრამ ნუ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა ის არის, რომ თავია რომ კითხულობს და თან კიდევ იმის თქმა მინდა ნინო, რომ აი რესურსები, ტექნიკის განვითარება, თუნდაც ინტერნეტი, ხო ჩვენ გვაგვიძლევს იმ საშუალებას, რომ თუნდაც ის აუდიო ტიგნის ფორმატი, ესეც არაშუალებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ შენ არ დაკარგო დრო და მოისმინო დაუშვათ. აბსოლუტურად გეთანხმები. ნახე მიშა, კი, შენ თქვი რომ ანუ 18-დან 25 წლამდე, ხო? და ახალგაზრდები უსმენენ, მაგრამ ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, ისინი უსმენენ. ჩვენ საუბრობთ იმაზე თავად კითხულობთ თუ არა. ეს ფუნებაა, როდესაც ეს გაწვიან ამას ეთერით და ჭდები და უსმენ, ხო შეგიძლია ტრანსპორტშიც უსმინო, ყველგან დროის დეფიციტის გამო ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ჩვენ კითხულობთ იმაზე, რომ აი ახლა მე რო ეს წიგნი მოვიტანე და დილას გადავშალე და წავიკითხე. გერუნდი კიკონზე პუბლიცისტიკა. და აი ეს უბრალოდ დრო აღარ რჩებათ ამის, ხო თუმცა შეიძლება რაციონალურად თუ გადავანაწილოთ დროს. მოდი დავსვათ ესეთი შეკითხვა. აბა გისმენ. ხო არის ესეთი ეპოსები, ხო, ცნობილი ინდური ეპოსები, რამაიანა, თუნდაც ინდური ვედური ლიტერატურა, რომელიც ითვლება ნუ ზოგადად ცივილიზაციის რაღაცა დიდ საგანძურად და უდიდესი ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს მას და გავიხსენოთ ის, რომ თავდაპირველად წიგნი არ იწერებოდა, თავდაპირველად თხრობით გადადიოდა, ანუ ვიღაცა გამგზნობელი რიში დაჯდებოდა, შეიკრიბებოდა. კიდე მაღაზია ნაკლებიათ ესეთი ანუ შედარები ნუ თლად ესე გლეხები და ვაჭრები არ იყვნენ მის გვერდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას რომ ეს თხრობით გადადიოდა და მოსმენით გადადიოდა, შემდეგ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა კითხვასა და მოსმენას შორის ამ შემთხვევაში თავარი სიდა თავარი არის ინფორმაციის მიღება? არა, თავარი არის წიგნის სიყვარული, თავარი არის წიგნის სიყვარული, შეიძლება სმენითაც გამოიხატოს, ეს არის ერთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა ერთია, როდესაც შენ წიგნთან ურთიერთობა გაქვს, ეხლა ნუ რა თქმა უნდა თავარია ის, რაც მწერალმა გადმოგცა შენ, ის რაც მან ჩადო და ის სახეები, ის აბსოლუტურად გეთანხმები. კი ბატონო, რაც შეეხება სულიერ ღირებულებებს, რაც შეეხება ინფორმაციის მიღებას, კი ბატონო, მაგრამ არ დაგვაუწყდეს ერთი რამ, რომ წიგნის კითხვა ხო ამდიდრებს ლექსიკას. აქ არ არის მოსმენაზე საუბარი და როდესაც ბავშვზე ვსაუბრობთ, ხო იმისთვის რომ თუნდაც ლექსიკა განუვითარდეს, თუნდაც ის რომ მეტყველება ჩამოუყალიბდეს, თუნდაც ის რომ მე ზრდასრულ ასაკში არ ვიცი, მე ბევრი შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ გადმოგცემს აზრს, ხო? ეს ყველაფერი მიბმულია ბავშვობასთან. ამიტომ აუცილებელია ეს წიგნის კითხვა. კი, აუცილებელია და ის თუნდაც დღევანდელი დღე, რომელსაც აღნიშნავს მსოფლიო ხო, ასი ქვეყანა. მათ შორის ჩვენც. ანუ როდესაც არის საჯარო კითხვის დღე, ეს ალბათ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ თვითონ წიგნის პოპულარიზაცია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ როდესაც ადამიანს უკვე აქვს სურვილი და ადამიანი რაღაცნაირად დროის უქონლობის გამო წიგნს უსმენს, ეს ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ შენ უკვე თანდათანობით უკვე მიხვიდე წიგნთან, თუმცა მისული ხარ. მე იმის თქმა მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თავარი არის წიგნთან მეგობრობა. რა ფორმით იქნება ეს? კითხული ბევრია სამწუხაროდ, აი ჩვენ ხშირად გვირეკავენ ის ადამიანები, რომთაც პრობლემები აქვთ მხედველობასთან, რომელსაც სხვადასხვა ფიზიკური პრობლემები აქვს და ნუ არ შეუძლია დაუშვათ თუნდაც დიდხანს მე არ ვფიქრობ მხოლოდ უსინათლოებზე, რომ არიან ადამიანები, არ შეუძლია დიდხანს თუნდაც წიგნის წერა, რაღაცა და მათთვის ეს არის ძალიან კარგი ალტერნატივა და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ტექნიკა როდესაც ვითარდება, ხო და ეს იმას არნიშნავს, რომ შენ წიგნს მოშორდე პირიქით, სხვადასხვა ფორმები, ახალი ფორმები არის წიგნთან ურთიერთობის. მე რადიო იმედის თავაზობს თავის მსმენელს, რადიო იმედი თავაზობს პროექტი. როგორც ჩიტთან მოვიტანდა კიდე სხვა რადიოებშიც გაჩნდა მსგავსი რამ, ნუ ახლა იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ ვარ
პიონერები, ჩვენ ნამდვილად არ ვართ პიონერები ამ ხრივ, იმიტომ რომ ეს პირველი რადიო, ხაზის რადიო, როდესაც იყო, მან გახსოვს შენ ზურა კანდელაკი. არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც რადიო სპექტაკლებს მართავდა, თუმცა მინდა თქვა, რომ სპექტაკლსა და წიგნს შორის აქ არის სხვაობა, იმიტომ რომ ერთია, როდესაც კითხულობ, ხო? ნუ კი, როდესაც ადამიანი კითხულობს, რა თქმა უნდა, მე გეთანხმები ნინო, შენ თვითონ როცა კითხულობ, იქ უკვე ვიღაცა სხვა არ ერევა. თუნდაც მე ჩვენი წაკითხული, ხო, რაღაც ჩემი ინტონაცია, შეიძლება შენ შეგიქმნას რაღაცა გარკვეული სულ სხვა მიმართულები წაგიყვანოს და ანუ დაგაბრკოლოს იმ აღქმისაგან, რომელიც შენ პირადად გიჩნდება ხოლმე ამ თუ იმ ფრაზის ან მწერლის მიერ გადმოცემული ფორმის ათვისებაში და გაცნობიერებაში, ხო? რთულად ვიძალია. არა, ძალიან გასაგებად. ხო და იმას ვამბობ, რომ იგივე სპექტაკლი, რადიო სპექტაკლები და ეს მუსიკა ხოლმე ფონად რომ ვიყვება ხოლმე, რაღაც გიქმნის და სხვა, ანუ ავტორში უკვე ერევა სხვა ვიღაცა, წამკითხავი იქნება, ეს რეჟისორი იქნება და იქნება აბსოლუტურად სხვა პროდუქტი და არა წიგნი. და ჩვენ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვკითხოთ, ჩვენ მაქსიმალურად აი რატომ თქვით ვარე, რატომ წერ მე ხო გავკადნიერდი და ჩავწერე თუნდაც ისეთი ავტორები შექსპირი და რაღაც თავიდან მეცინებოდა ხოლმე შენ მალე შექსპირსაც ჩაწერე. არა, მინდა გითხრა რომ ამ პროექტმა ნამდვილად გაამართლა. რისი თქვა მინდა იმისი, ანუ ჩვენ მინიმალურ იმამ და ზღვრამდე მივიყვანოთ ის მომენტი რომ აღქმა იყოს ძალიან ახლოს იყო ავტორთან და არა ვიღაცა კიდე სხვის შარების, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა წიგნთან დაახლოების ფორმა ბევრია, ყველა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აირჩიოს, მაგალითად თუ დაღლილი არ ხარ და რა თქმა უნდა სიამდრო გაქვს და ჭიქა ყავა და თბილად ხარ და რაღაც რა თქმა უნდა შეგიძლია დაჟდე წაიკითხო ტელევიზორში სისულელები მითხრა და მეთქვა. არა, ნუ რა თქმა უნდა არის რაღაც გადაცემა, განსაზღვრა აიღო პროგრამა დავშოთ, იცი ხო, დავშოთ ეს გადაცემა. მოკლედ, გინდა რომ წაიკითხო. ხო, არა, ეს გადაცემა მე იმას არ ვამბობ, რომ მე ხო როგორც ამბობენ ტელევიზიონში კი. არა, თემას არ გადაუხვიოთ. ხო, და თემას არ უხვევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტელევიზორთანაც რა თქმა უნდა არის გადაცემები და სატელევიზიო გადაცემები ეს თავისებური მომენტი, მაგრამ შენ გაქვს საშუალება აირჩიო და არა პერმანენტულად ნუ ჩართული კონდეს და ყველაფერში იყო ჩართული და როგორც შენ ოჯახში შეიძლება ვიღაც ადამიანი. წიგნის ყიდვა, მისი ყიდვა კერა და კითხვა ძალიან დიდი სიმყუდროვეა, ხო? და კიდევ ერთი რაღაცა ვიდა თქვა ნინო, რომ შენ აღნიშნე რა რუსები ძალიან ბევრს კითხულობენ ადრეო. სხვათა შორის ამერიკაც კითხულობს, სავსეა წიგნის მაღაზიები და ძალიან ჩამოვარდებით, იმიტომ რომ აი კატოსთან ჩვენ ოდესაც გვაქვს ეს კატოს ლიტერატურული საღამოები, გვაქვს ხოლმე სხვადასხვა თანამედროვე ავტორებზე ლაპარაკი და მინდა თქვა რომ ყველა ბესტსელერი რაც კი გამოდის, ნუ მინიმუმ ერთ თვეში უკვე ქართულად ითარგმნება და მინდა თქვა რომ ითარგმნება ძალიან კარგად და მინდა თქვა რომ ითარგმნება, რადგან ითარგმნება, ესე იგი მკითხველები ძალიან კარგი. საქართველოს კითხულობს მიშა, ძალიან დიდი მადლობა და ისე ვიმეორებ, მიშა მიმინაშვილი იყო ჩემი სტუმარი, კოლეგა, რომელიც რადიო მსმენელს არაჩვეულებრივ პროექტს თავაზობს. ეს არის აუდიო ვერსია. რომ ეკნება უფრო მე ჩავწერ. და მე ჩაწერ და შეგიძლიათ თუ არ გაქვთ დრო იმისთვის რომ მიკითხოთ, შეგიძლიათ უსმინოთ ამ პროექტს და ნამდვილად ისიამოვნებთ. თუმცა ამაზე მე უკვე ალბათ. კი ბატონო, ცალკე ვისაუბრეთ. დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა, ჩვენ დილიდან ვუერთდებით ამ დღეს და ვიკითხოთ და რაც მთავარია მივაჩვიოთ ჩვენი შვილები კითხოს, იმიტომ რომ ეს მაინც უმნიშვნელოვანესია. მივცეთ კარგი მაგალითი, რა საკვირველია, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობელიც კითხულობს. მე ესეთი საუკეთესო, ესეთი განწყობით გემშვიდობები დღეს, გისურვებთ წარმატებებს და დროებით. დილის სამინისტრო რადიო იმედზე.